მარჯოს ხალხ. ეს ხომ იყო. და გიბუშდა გვერდი დედი, გმობუნდით მერი. ხა მე როგორ დავჭდი აქ, მინდა ცოტა ხანი. დავჭდე. დავიგვიანე. არა დაგიმალოთ და მქონდა მაგის მიზეზი, რადგან გავაკეთე ბოროზარი მეთქი ბანკები. მე კაია გადავლება და თბილი ხალათის ჩაცმა. მაგრამ უნდა გუშინ კაი ხანი გავქაჩე 12 პირველ საათამდე დაბლა ვიყავ ისე მსიავნად, მაგრამ ეხა ვეღარ ავზივარ. ხო და ვიჟღუპალა ვერადგა ხვალ ექიმთან მივდივარ. ბანაობა არ მიწევდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. და მინდა უნდა ფრჩხილები გავიკეთო და მიუხედავად იმისა, რომ ფრჩხილები არ მწყდება და გამეზარდა ძალიან ძვირფასად და კაის მომბეზრდა გზელი ფრჩხილები და დამოკლებას ვაპირებ. ხოდ ეხა არ ვაპირებ. თქვენს თვალწინ არ ვაპირებ. თორე შეიძლება შორიდან გამომიყენოს. ეს აციდოს მერე ვიზავ. ჯერ დავიჭრი. ეს სამოვიდეთ ბარებ და რამე მანიკური ღია. ეს ღია ეხა რო ვიცი. აი მას ამოვიღე. ასე. გავაკეთე ვიდეო, გამოვიდა 50 წუთიანი. ეხა მორჩა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ Facebook-ზე ატვირთვას. და დღევანდელი ვიდეო მინდა გუში რო ავდ, რაც ავტვირთე იმასთან კავშირში რო არის ის იმაზე გესაუბრებ. გუშინ იყო თუ გუშინ წინ კლიპი რო დავდე. მგონი გუშინ, ხო? არ მახსოვს რა, მე მგონი რომ გუშინ. გითხარით რომ ეს მასალა ჩემი გადაღებული არ არის, ეს გამომიგზავნა ფოტოგრაფმა კეთილი ნებით, არ აკეთებენ ეგეთ რაღაცას და დასაფასებელია ასე თუ ისე. და მადლობა მას არაფერი არ მეთქვის, იმიტომ რომ ისეთი კადრები იყო, რაც იმ დამონტაჟებულებში არ იყო და ჩემთვის შევინახავ. ხო. და მოკლედ ერთი კლიპი გავაკეთე. დღეს გავაკეთე კიდე 2 და პლუს სრული ბანკეტი და ერთად ჰავავი. ანუ იმათ ქონდათ 2 წუთიანი ერთი კლიპი გაკეთებული სწრაფი კადრებით და მე გავაკეთე 3 კლიპი. იყო საშუალება, არ გადაგვიხდია იაფი, რომ ხა 2 წუთში ჩაგვეტია მთელი იმხელა თანხა, რაც შატოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გადაგვიხარა. მაქსიმალურად გამოვიყენე კადრები და 3 კლიპი გავაკეთე. 5-6 წუთიანები, აი ეგრე რა, საკმაოდ 15 წუთი რო თქვა, ერთად გამოვიდა. და არის საკმაოდ ნორმალური. ვფიქრობ. ხო და გუშინ გაკეთებული ერთ-ერთი კლიპი დავდე, ნახავდით ალბათ თქვენც, ეს კლიპი არის მარტო სკოლა. ბავშვების ჩამოსვლა კიბეებზე და წითელ ხალიჩაზე გავლებ მშობლებთან ერთად. და ერთ-ერთ კომენტარზე უნდა ვისაუბრო ჯერ. ქართული კულინარია, ასე დაწერია, ვიცი რომ მიყურებ. და იცით თქვენ კიდე რომ ეს საოცრად მიყვარს ეს ტექსტი. არ გეწყინოს, მაგრამ და ისეთ რაღაცას აკოხებენ, არ ამწყის, ხო, კარგად იცით რო არ ამწყ. არ ამწყის, ხახო, ხო იცი, ის როგორ არის აღარ მახსოვს ეგ ანდაზა, მოკლედ რა. იმაზე უფრო მეტი გავიგეო. ერთი სიტყვით, ეგეთი ისინი არ ამწყის პირიქით. ეგეთი ისინი მაფხიზლებს, რომ ბევრი არამკითხე მყავს ეგრეთ წოდებულ Facebook-ზე და რომ შეველი ქართული კულინარიაზე ეწერა, ერთი სურათიც კი არ ედო. ხო და დრო არის, ჩემი Facebook-ი გადავქეკო
და მეგობრებში რომლებიც მყავს ისეთები რომლებიც გაურკვეველი სახელი აწერენ ჯერ არც მახსოვს როდის დაგიმეგობრი არ ვიცი იმიტომ რომ კულინარია გაყიდვები შესყიდვები თეთრეულები შილაკები და ასე შემდეგ არ ვიმეგობრებ მართლა არ ვიმეგობრებ ანუ ბიზნეს იმებს არ ვიმეგობრებ არ მინდა რა ხო და გადასაკექი მაქვს რა რაღაცა ეგეთები რომ არა მყავს მაგალითად ერთ-ერთია მასაჟისტი მოგიკითხავ დიდი სიყვარულით რომელთანაც მიმოწერაც მქონია და ვიცი ვინც არის ადამიანი მას თებს არ ვამბობ მე ვამბობ პროფილი რო აქვს და არასურათი ანუ ვაფშე რო არ არსებობენ თან ანონიმურები რო არიან არ მინდა ეგეთი ხალხი ვიცი წავშალე კომენტარი რა თქმა უნდა და დაბლოკე Facebook-ზე მაგრამ დაახლოებით ესეთი ის იყო ну ბავშვებიო, კარგებიო, რა თქმა უნდა, მაგრამ კლიპიო, მოკლედ ნაძალადევათ. ანუ აქ ჩემზე არ იყო ლაპარაკი, ან ცუდად იყო გაკეთებული და რაღაც არა ეკარც. ეს მიქნია, არც მიმიღე, უბრალოდ არა, ამ ადამიანმა იცოდა, რომ ეს ჩემი გადაღებული არ იყო და ვითომ რავი, კაი, გააკეთა. მოკლედო ნაძალადევიო, ძალად გაკეთებულიო, ზოგადად არ იცი ადამიანი, შენ ქართული კულინარია თუ ხარ კულინარიას მიაწექი, იმიტომ რომ არ იცი შენ რა რომ ძალით გადაღებული კი არა დადგმული გადაღებულებია ხოლმე ეგეთი ის რა თუნდაც ის კადრები რაც ნებისმიერ ბანკეტში შეიძლება შეგხვდეს ასე რომ შენ კულინარიას მიაწექი და ვიდეოგრაფები თავის ამბავს იზავენ და განვითარდებიან დარწმუნებული იყო ხო ანუ რატო დაგბლოკე არ გაბრაზებული ვარ არა ხო ეგეც არცები რატო დავბლოკე ზოგადად ერთ-ერთ ადამიანზე წერდა რომ მსჯავრდებულივით გამოიყვანეს სკოლიდან ანუ ხელპადრუჭ გაყრილი ბიჭებმა გამოიყვანეს მასწავლებელი იმდენი აზროვნებაც არ აქვს იმიტომ ანუ განამასწავლებელმა ისაქნა და ჩამოვიდა პირიქით ბიჭებმა მასწავლებელს ერთი ხელით ეჭირა თავისი გრძელი კაბა რომ კიდევზე ჩამოდიოდა ეს ვერ შეაჩნია გოგო თუ შენ დაუჭერდი იმდენი აზროვნებაც არ გაგაჩნია თამამად ვიტყვი არ ვიცი გეწყინება არ გეწყინება არ გეწყინოს თან შენ დიდი ხის მადლობა რომ მიყურებ მაგრამ ხანდახან ძალიან გაგექცევათ ხოლმე რამხელა რამდენი ხნის მაყურებელიც არ უნდა იყოთ არ უნდა გაგექცეთ იმიტომ რომ ის რა კომენტარებსაც წერს რომ მეხებოდეს მე არაფერს არ ვიზავ მაგრამ რო ეხება ის ადამიანს რომელთანაც შეხება შენ არ გაგუფლება არც მოგცე უფლებას დაიბლოკები და წაიშლებ ასე რომ მიაწექი კულინარიას რა თუ ეგეც გამოგდის არაუშავო იმიტომ რომ ვიდეოგრაფობა და მონტაჟი შენი არ არის და როგორიც არ უნდა გადაიღო ყველა ვიდეო არის დადგმული ყველა მოძრაობაა დადგმული ამ ყველაფერს ვიდეოგრაფი კურირებს და აკეთებს ბუნებრივად დადგმული ყველას თავისი ხედვა აქვს და მასე გადაიღო ჩვენმა ფოტოგრაფმა ძალიან კარგი კადრები იყო და ეგ კადრები მაქსიმალურად გამოვიყენე მე და კიდევ ვიტყვირო დიდი მადლობა მას რადგან შავ მასალას არავინ არ იძლევა და მომცა ასე რომ არ ვიცი რამდენად გამოვარო ვიდეო ავტვირთ 50 წუთიანია და იცით უკვე რომ უჭირს ხოლმე Facebook-ს მასეთი დიდი ვიდეოების წაკითხვა და ავტვირთო მით უმეტეს ტელეფონიდან რაც შეეხება YouTube-ზე ვერ ავტვირთავ ეგეც იცით რომ შეზღუდული ვარ მუსიკების გამოყენებაში რადგან ჩემი არხი უკვე მონეტიზაციას გადის და თუ მომივიდა საჩივარი რომ მე გამოვიყენებ ვიღაცის მუსიკა რომელიც საავტორო უფლებებით არის გამოყენებული მე დავიბლოკები ჩემი არხი დაიბლოკება უბრალოდ გავქრები და გაქრება ის ყველაფერი რაც ამდენი წლის მანძილზე ჩემი ვიდეო დღიურად ვაქციე ასე რომ ესეთი ხალხი რომელიც შეიძლება დაწყებიდან ჩემს გვერდით იყო მაგრამ უცბად გაგექცევათ
უბრალოდ არ მინდა რომ იცი რა კიდე იმას ვამბობ როცა მე მეხებიან და მე კიდე ვატარებ მაგრამ როცა ეხები იმას რომლის შეხების უფლებასაც არ მოგცემ და შენს აზრს წერ რომელიც არანაირ აზრობას აი ყველანაირ ლოგიკას აქვს უკლებული არ მოგცემ მაგის უფლებას წეღანაც გითხარი თუ კულინარია ხარ მიაწერ კულინარიას და შეეშვი ვიდეოგრაფობას და მონტაჟს და თუ მაგაში ხარ კარგი მაშინ მაგას მიაწერ იმიტომ რომ კულინარიის გვერდი ფაქტიურად ცარიელი ფაქტიურად არაფერი არ კიდევ Facebook-ზე და ან ანონიმურად ხარ და კულინარიაშიც Facebook გვერდები მტვარსებობენ რომ ჩემი აზრით რომ განვითარება მისცეს საკუთარ ბიზნესს საკუთარ თავს რაცა ის მოახდინო ხალხში შენ თავის რეალიზაცია ვა რა სიტყვებს ვამბობ ხო და ცარიელი გაქვს Facebook გვერდი და კულინარიის სურვილი გაქვს უბრალოდ არა არ გეწყინოს ბოლოში გეტყვი რომ მე ძალიან მიყვარხარ ანუ უბრალოდ არ ვიცი ვინ ახარ არ ხარ ვიზუალურად ცარიელი ხარ არა შეურაცხყოფას კი არ გაყენებ არაფერი გიყენი არც პროფილის არც სურათი პროფილის და არც რა ქვია იმას მეორე სურათი რა ქვია პროფილი და გარეკანი ხო და არ გიყენიათ ეხლა რა გავაკეთო ეხლა მითხარით თუ უტყუი ვარ ობიექტურები იყავით რაც არ უნდა ის იყოს ადამიანო მაგ ვიდეოებს ელოდებიან მთელი ბავშვები მთელი მშობლები და შენ რომელიც შეძლებს დაგვარეთ ვეცადე კარგი ყოფილიყო და კარგიც გამოვიდა და კიდევაც უკეთესია ის დანარჩენი კლიპები არ გიწყინოს მაგრამ მე სერტარა გვიწყინა შენ წარმოიდგინე არ ინერვიულო მაგაზე არ გვიწყინა საერთოდ ნეტე ხემებ ჭხილები დაჭრილი მქონდეს და საწოლში ვიწვე უკვე კაიგო სად არის 1 2 ესეც მინდა აი გოგო ვიქნებოდი აი ასე გავიცალო შორი არ გეწყინოს მაგრამ მანიკური მაინც უნდა გავიცალო კაცო ვინ არის ეს მაგრამ მიყვარს პერიოდულად ესეთ ვიდეოები უბრალოდ იცი რა არის აი მეც ხო ჩვეულებრივი მომხმარებელი ვარ ამ ყველაფრის სოციალური ქსელის და შეიძლება შევხვდეს ვიდეო რომელიც არ მომეწონა რა აი მიფიქრია რომ აი შესხვა და აი რა თიზავდი უფრო კარგად ხო ქონი ეგეთი ის აი თუნდაც კულინარიაში აიღე გადავეკიდე კულინარიის მაგრამ აი ტორტი რო გინახია მაგრამ შეგიძლია გააკეთო ისეთი ტორტი უფრო უკეთესი ანუ შენ რომ ასე ფიქრო როგორ უნდა მივარდე და დაუწერო რომ იცი რა არის ბავშვებო გისურვებთ წარმატებას მაგრამ ეს ძალიან აძალადები ის იყო გადაისა რა კადრები აი არარეალური უფრო უკეთესი შეიძლება და ძალიან მიყვარხართ არ გეწყინოთ იცი რა ძალიან კაი ტორტია რაი უგო რატო ისე შემოვარდები ხოლმე ხოდა ბარბარში შებობივარდა ხო სისულელია ეგეთი რაღაცა რა მეც ხო მინახია და მეც გამიფიქრებია რომ სხვათა შორის ეგ არის კაი რაღაცა შენი განვითარებისთვის რომ ელემენტარული სადღაცას რო აღმოაჩენ რომ აი მაგალითად აი ამას მე სხვანაირად ვიზავდი უბრალოდ კი უნდა მივარდე და დაუწერო რომ იცი რა მე რაღაც არ გეწყინოს კაი არ არის ანუ კაი ბავშვები ხართ მაგრამ ამას მე ესე ისე კაცო შენ რო იზავდი შენ გამოიყენე იმან ვინც აქნაა უკვე საერთოდ არ აინტერესებს შენი აზრი და საერთოდ არ არის ლამაზი რომ ჩაეთოთხმეტო იმას მასეთი ხედვა აქვს ის მასე მუშაობს ვინმე გივარდება კულინარიაში არავინ ფეხებზე მაინც მესურს რამოდენას ვლაპარაკობ გავიცლით
ვაი დედა. ვაიმე. ისეთი კაი რაღაცა ვნახე. დავანებოთ თავი კულინარიას. ისეთი კაი რაღაცა ვნახე გუშილაშეს ვეუბნები მიყიდე მეთქი რა უნდა გიყიდო. მიყიდეთ ორი ბავშვს არ გავაჩენით წოდებით დავაშანტაჟებ აქტიურად და ნუ კაცი ძალიან კარგი უფრო კარგად მოგჭები ისო რებოდსო. ანუ შანტაჟმა არ გაჭრა. მე ხო ველოსიპედი მიყვარს. მაგრამ ხა ველოსიპედი სადიბლი. მაგრამ ვიპოვე ძალიან მაგარი გვერდი, სადაც იყიდება ტუკტუკები. ოღონდ არ უნდა მართვის მოწმობა, არც არაფერი. კაი ჯიგრულად ივლი და ღირს 3000-დან 4000 ლარამდე. ხო და ლეშეს ვაშანტაჟებდი, არ გამომივიდა. უნდა სურათი ჩაგიგდოთ, რა მაგარი რამეა. მორჩი. წავალი ხა უცბად გავემზადები თუ რაცა ქვია და ხვალე რა ვიცი ხიდანათამდე უნდა წავიდე. ექიმდა და არ მგონია რომ დილით მოვასწრო მოსვლა, ასე რომ მოვალ ალბათ მოვალ რა. აბა ჰე, თქვენც ხალხნებო, ღამე მშვიდობისა, მაგრად იყავით, ჯიგრულად იყავით. აბა ჰე. თუ დავდე Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ ბანკეტი. არ ვიცი რამდენად დამადებინებს. მაგრად.